სანამ ადამიანი ცოცხალია, მას სიფხიზლის, ზრუნვის და მღვიძარების მუდმივი საჭიროება აქვს. ესე იგი, არასოდეს მოხდება ისე, რომ შენ რაღაც საფეხურზე მიხვედი, უკვე ესე იგი განიცადე ღმერთი და ახლა შეგიძლია დაისვენო. სულ მუდმივად გაქვს ამის საჭიროება, სანამ ცოცხალია, ანუ ბიოლოგიურად სანამ ცოცხლები ვართ. რათა საკუთარი საუნჯე დაიცვას, ეს დაწყებული ადამიანიდან 64-ში რა უნდა ეკეთებინა, დაემუშავებინა და დაეცვა. აი ეს დამუშავება არის ეს მუდმივი ძიების პროცესი, ხოლო დაცვა აუცილებელია, თორე შეიძლება ის მიღებული დაკარგო. ის დავალება, რაც ადამ 64-ში ქონა, ყოველი ადამიანის, ყოველი ქრისტიანის დავალებაა ეს. ესე იგი, საკუთარი საუნჯე უნდა დაიცვას, ღვიძარე იყოს, თუ ზრუნვასა და სიფხიზლეს მიატოვებს. რატომ არის, რომ ადამიანები ვერ ინარჩუნებენ სტაბილურად ეკლესიურ ცხოვრებას? ვერ ინარჩუნებენ. ცოტა ხანი იცხოვროს, მე გავაბე. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ აი ეს მუდმივობა არ შეუვლიათ. ანუ ადამიანს არ ყოფნის არაქათი არ ყოფნის, შეიძლება ასე ითქვას, არ ყოფნის გონიერება, არ ყოფნის ენერგია, არ ყოფნის ერთგულება, სულმოკლე ხდება ადამიანი. არ შეიძლება მებრძოლი ომის დროს, რომელიც ფრონტზე იმყოფება, მოდუნდეს და მიიძინოს. სანამ ომი არ დამთავრდება, ის არ შეიძლება მოდუნებული იყოს, იმიტომ რომ მოკლავენ და ჩვენი ომი არის ჩვენი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გრძელდება ომი. და ამიტომ ამბობს, თუ ზრუნვასა და სიფხიზლეს მიატოვებს, რა ემართება? დაავადდება და განიძარცვება. დაავადდება რითი? ღმერთს ნაკლებად დაინახავს, განიძარცვება, ღვთისმადლისაგან განიძარცვება. არა მხოლოდ გარკვეულ ნაყოფის გამოღებამდე უნდა ვიშრომოთ. ეგეთი ნაყოფი არ არსებობს, რომელიც იქნება ბოლო ნაყოფი ამ სამყაროში. ამას ამბობს. არა მხოლოდ გარკვეული ნაყოფის გამოღებამდე უნდა ვიშრომოთ, არამედ სულის, აი რაც მეწერან გითხარით, სულის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ადამიანი, რომელიც ასე ცხოვრობს, მას სიკვდილის როგორ შეეშინდება? ეს მისი ამოსუნთქვა, იცით რა იქნება? აი რომ ადამიანი ქრისტეს სახელით რომ სუნთქვავს იესოთი რომ სუნთქავს, ჩასუნთქვაც იესოა მისი და ამოსუნთქვაც იესოა მისი და აი იესოსთან ერთად ამოისუნთქავს და საწავა ასეთი სული თუ არა ქრისტესთან, ვისი სახელითაც ისუნთქავდა. გესმით რაშია საქმე? ამიტომ სულის უკანასკნელ, არამედ სულის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა იშრომოს. არც თუ იშვიათად უკვე მოსული ნაყოფი გაუნადგურებია მოულოდნელად წამოსულ სეტყვას, ახლა სიმბოლო მოყავს, ხო? თითქოს ნაყოფია, დაკრიფო უკვე, იგი იხეირო შენი შრომისაგან და წამოვიდა სეტყვა გაანადგურა. ეს სულიერ ცხოვრებაშიც ასე ხდება. ამ სოფლიურ საქმეებში აღრეული და ჩვენ ვართ ამ სოფლიურ საქმეებში აღრეული. ამ სოფლებში საქმეებში აღრეული ვერ იქნება დარწმუნებული, რომ სულიერ ჯანმრთელობას ბოლომდე შეინარჩუნებს. არც ერთი ჩვენგანი არ იქნება, ვერ არის ამაში დარწმუნებული. ამიტომ ეს სიფხიზლე, ღვიძარება ბოლომდე უნდა გქონდეს, შრომის უნარი უნდა ბოლომდე გქონდეს და გვახსოვდეს, რომ ჩვენ თუ ვართ ქრისტესნი, მას ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით მტრულ გარემოში. აი ეს სოფელი, ამას სოფლის სული მტრული გარემოა. ყველაფერი არის იმობილიზებული იმისთვის, რომ ჩვენი გულიდან ქრისტე განდევნოს. ამიტომ ჩვენი მოდუნება არაფრით არ შეიძლება. და ვინც აი ესე ცხოვრობს, როგორც ისააკასური გვეუბნება და რომელიც თანხმდრაშია პირდაპირ წმინდა წერილთან, რა თქმა უნდა, წეღანას მიხვდით ამას, ის კი არ იღლება სინამდვილეში. და ის უბედური კი არ ხდება, არამედ ის ბედნიერობს ამ შრომით და ბრძოლით, იმიტომ რომ ამ შრომას და ბრძოლას მოაქვს ტკბილი ღმერთის განცდა ადამიანის გულში. და დამტკბარია ასეთი ადამიანი ღმერთი. და ამ სიტყვებას მოაქვს სიხარული და გახარებული ასეთი ადამიანი. უშიშარია ასეთი ადამიანი. ასეთი ადამიანი შინაგანად ანათებს. გესმით? ეს სინათლე თავად ღმერთია. და თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ქრისტიანები, აი ასე უნდა ვიცხოვროთ. სხვა გამოსავალი ჩვენ არ აგვაქვს და მადლობა ღმერთს ამისა.